დღეს ვისაუბრებთ ციფრულ პროფესიებზე და მის გარშემო გავრცელებულ სტერეოტიპებზე. სტუმრად ყავს ძალიან მაგარი გოგო, business growth strategy, ბრენდის, მარკეტინგისა და პროდუქტის მიმართულებით, მარიამ მერაბიშვილი, რომელსაც თავის მხრივ აქვს სააგენტო Bluebirds-ი და აქვს აკადემია მარკეტინგული უნარების განსავითარებლად. ვფიქრობ, მასთან საუბარი იქნება ძალიან საინტერესო, მომზადებული გვაქვს ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპები ციფრული პროფესიების შესახებ. თითოეულ მათგანს მარიამი ამოიღებს, გავშლით თემას, ვიმსჯელებთ, რაღაცებს ჩაგეკითხები და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით დასაქმებული ადამიანებისთვის საინტერესო საუბრები იქნება. გულის ტკივილებსა და წუხილებს შევეხებით. მარიამ, გამარჯობა და მაქვს იმედი, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. შეგიძლია რომ კითხვების ამ ფრაზების შესახებ საუბრის დროს თან შენი საქმიანობის შესახებაც გაგვიზიარო და ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ გამოცდილებებზე დაფუძნებით ისაუბრებ და თან საშუალება გექნება, რომ აუდიტორიამ კარგად გაგიცნოს. აბა, ჰე, წარმატებები. მადლობა. ხო, ძალიან საინტერესოა თვითონ ეს ფორმატიც და ნახოთ, იმიტომ რომ რეალურად ციფრულ პროფესიებში ძალიან ბევრი სტერეოტიპი ან რაღაც განსხვავებული მოლოდინი არსებობს, როცა იწყებენ, ან როცა უწევთ ურთიერთობა და ვფიქრობ, რომ ნამდვილად საინტერესო საუბარი გამოგვივა. ძალიან საინტერესოა პირველივე, მარტივად ისწავლი და ბევრ ფულს იშოვი. და განსაკუთრებით ეს სტერეოტიპი გვხდება პანდემიის შემდეგ, როცა მასიურად დაიწყეს სწავლა და გადაერთიან ციფრულ პროფესიებზე, იმიტომ რომ დისტანციური მუშაობის საშუალებას იძლეოდა, იმიტომ რომ ერთი შეხედვით შეიძლება მართლა მარტივი ჩანდა, მით უმეტეს ამ პერიოდში კიდევ უფრო გამრავლდა სხვადასხვა კურსი, რომელიც გვპირდებიან, რომ ისწავლე 2 თვეში და გქონდეს $5,000 შემოსავალი და ასე შემდეგ. თუმცა რეალურად სულ სხვა სიტუაცია გვხდება, იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად 2 თვეში ისწავლო და აიუფლო იმ ძირითად საფუძვლებს, რაც პროფესიას ჭირდება, მიხვდეს საშენოა თუ არა ეს პროფესია, გაიგო, რას მოიცავს პრაქტიკაში, როგორ ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით და ასე შემდეგ, მაგრამ იმისთვის, რომ ისწავლო, ბევრად დიდი დრო გჭირდება და ვთვლი, რომ მინიმუმ 1 წელია ის პერიოდი, როცა ყოველდღიურად უნდა იმუშაო შენს თავზე, რომ რაღაც შედეგზე გახვიდე. შეიძლება ცოტა პერფექციონისტი მიდგომა არის, მაგრამ რეალურად ზუსტად იმ დისციპლინაზე დგას შედეგი, როცა მზად ხარ და მზაობა გაქვს ყოველდღიურ რეჟიმში დაუთმოდრო ამ ახალ პროფესიას და ანუ რო ჩამოთვალოთ თუნდაც არ ვიცი გრაფიკული დიზაინი, კოპირაიტინგი, სოციომედია მენეჯმენტი, ციფრული მარკეტინგი, ну თუნდაც სხვა ციფრული პროფესიები რაც მარკეტინგის გარეთ არის, ხო? იგივე დეველოპმენტი რო ავიღოთ და ასე შემდეგ, შეუძლებელია რომ 2 თვეში იმ შედეგზე მიხვიდე, ну 2 თვეს პირობითად ვიძახ, შეიძლება 3 თვე, 4 თვეც ავიღოთ, რომ უკვე წახვიდე და მზად იყო იმისთვის, რომ რაღაცა $5,000 და მეტი გქონდეს. თუმცა რეალურად ეს პროფესიები მართლა არის მაღალანაზღაურებადი და ნამდვილად არის ერთ-ერთი мотиваცია ადამიანებისთვის, რომ ისწავლონ, იმიტომ რომ მაღალი ანაზღაურება გქონდეთ და საბოლოოდ ეგ იყოს მიზანი, რომ მაგალითად კი დღეს ვიწყებ, მაგრამ მე 2 წელში უნდა მქონდეს ამხელა შემოსავალი, უნდა ვიყო ესეთი პროფესიონალი. ძალიან კარგია, როცა სწავლის დროს ზუსტად კონკრეტულ მიზნებს ისახავ, არა ის, რომ ვიყო ყველაზე მაგარი მარკეტერი პირობითად, არამედ რა უნარები უნდა მქონდეს საბოლოოდ როცა ვისწავლი, იმიტომ რომ დღეს სწავლის პროცესი არ არის დალინკული მხოლოდ პროფესიის სწავლასთან. აქ ჭირდება სხვადასხვა უნარის განვითარება, გამომუშავება, რომელიც დაგეხმარება თუნდაც კომუნიკაციაში დამსაქმებელთან ან პოტენციურ მომხმარებელთან, ვისაც მიაწვდი შენ სერვისს, ასევე გუნდთან კომუნიკაციის კუთხითაც, იმიტომ რომ ციფრული მიმართულებები დიდწილად მოითხოვს გუნდში ჩართულობას და შეიძლება რაღაც სხვადასხვა მეთოდოლოგიებიც გჭირდებოდეს, რომ საბოლოო შედეგზე გახვიდე და ამას ემატება კიდე საკუთარი თავის კარგად ცნობაც, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ კარგმა სპეციალისტებმა და საუკეთესო სპეციალისტებმა ნამდვილად იციან თავისი ძლიერი მიმართულებები, რაში არიან ძლიერები, რაში არიან საუკეთესოები და რაც მთავარია იციან სად აქვთ სისუსტე და გამუდმებით მუშაობენ მის გაუმჯობესებაზე. ამიტომ ხო არ ვთვლი, რომ დღეს არსებობს რაიმე, რასაც მარტივად ისწავლე და ისე იშოვი ბევრ ფულს და კიდე ყველაზე კრიტიკული რაც არის, ისწავლო ის რაც საშენოა. და დახარჯო მაგაზე დრო, რომ იპოვო რა არის რეალურად საშენო და ისე მიყვე მე იმ პროფესიას, იმიტომ რომ ისევ იმ სიტუაციამდე არ მივიდეთ, რომ წლები
მოვახმაროთ რაღაცას და გვიან დღეს კი მარტივია ეგ ცდილობა რომ გადაერთვა ახალ პროფესიაზე შეიცვალო და ძალიან ბუნებრივია რომ რამდენიმე პროფესია გქონდეს ერთდროულად მაგრამ ჯობს რომ თავიდანვე დაუთმო ამას დრო თუმცა სანამართი ვერც გაიგებ რაღაცებს კი თუმცა აი თქვა სხვა პროფესიებთან შედარებით კარიერული განვითარება თითქოს უფრო სწრაფად არის შესაძლებელი ციფრულ პროფესიებში რაც ჩემი დაკვირვებით შემიძლია რომ ვთქვა ასევე მინდა ვთქვა რომ მარიამი იყო ის ადამიანი რომელმაც რაღაცნაირად პირველი ნაბიჯები გადამადგმევინა, გავიარე კურსი კონტენტის მენეჯმენტში და საერთოდ მოვგონიერდი მარიამის დახმარებით და დღემდე აგრძელებს ის ჩემს მხარდაჭერას და ძალიან მიხარია. ბევრ ადამიანს გაუყვალე გზა და რაღაცნაირად ის გამოცდილებას მაინტერესებს, აი ვისთვისაც გისწავლებია, მე ალბათ დაკვირვებულ ხარ მათ პროფესიულ განვითარებას და ხო, მართლა ეს სწრაფად წასულან წინ რაღაც მაგალითები ალბათ გექნება, როცა ეგ ნაღდად მომხდარა. კი. ძალიან კარგი მიმართულება მიეცი ახლა შენ ამ საუბარს ამ კითხვით, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია. მე მყოლია სტუდენტები, რომლებიც მithumetes მისწავლებიან მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებს 3 წელი რომ ესწავლებია ერთი ჯგუფისთვის, ეგეთი გამოცდილებაც მაქვს და ზუსტად მანდ მყავდა ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც ძალიან გვიან სწავლობდა. ანუ რამდენიმე თვე დასჭირდა, უბრალოდ რომ მიმხვდარიყო რას სწავლობდა და როგორც კი მიხვდა და ეგ გაიაზრა, მე უკვე ძალიან სწრაფად წავიდა პროგრესი, მაგრამ ძალიან კომპლექსდებოდა იმაზე, რომ მაგალითად მისი სხვა ჯგუფელი 2 თვეში უკვე ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებდა და ესეც არის ხოლმე, რომ ხშირად როცა ვახსენე რომ პერსონალურ თემებზე დადის ბევრი რაღაც, ეგ კომპლექსიც მოქმედებს ხოლმე ზოგჯერ, რომ ხედავენ რომ სხვა ძალიან სწრაფად. ხო, ჩემს გამოცდილებაზე ვამბობ. კი. ხო, მეც ძალიან ბევრი დრო დამჭირდა, რომ ჩემს თავში ეს რაღაც თავდაჯერების ნაკლებობა და ეს რაღაც გაუბედავობა, მოკლედ გადამებიჯებინა ამ ყველაფრისთვის და შევსულიყავი რეალურად კეთების პროცესში, რამაც საბოლოო ჯამში კი ძალიან გაამყარა ის თეორიული ცოდნა, რომელიც თქვათ მიმიღია ხოლმე შენს კურსებზეც და კიდე რაღაცა ამ წლების განმავლობაში მეც ბევრი რაღაცა გავიარე და ძალიან სწორს ამბობ რა, ეს იმის განსაზღვრა რა გინდა და რა მიმართულებით გინდა წასვლა არის მართლა ყველაფრის დასაწყისი, აი იქიდან აუცილებლად უფრო მარტივია მე. კი, ნამდვილად და ზუსტად ეგ არის ხოლმე ხშირად და კიდე რა იცი, თვითშეფასების რა ნაწილი იცი? ბევრჯერ შემოხვედრია, რომ ზედმეტად აფასებენ თავის თავს, ან პირიქით საერთოდ არ აფასებენ. და ამ მაგალითზე სულ მახსენდება, როცა ერთწლიანი პროგრამა გვქონდა, მოკლედ და სადღაც შუალედში რაღაც გამოცდილება უკვე რომ დაუგროვდებოდა, თუ აკეთებინებდი ხოლმე CV-ებს, რომ დაეწყოთ თუნდაც ან სტაჟირება, ან აიმე პროექტში ჩართულიყვნენ. და ერთხელ მახსოვს, რომ 2 სტუდენტი მყავდა ჯგუფში, ერთ-ერთი იყო ძალიან გამომხატველი, ძალიან კარგად შეეძლო თავის წარმოჩენა და ასე შემდეგ და მეორე ცოტა ისეთი ტიპი იყო, რომ ძალიან ბევრს მუშაობდა თავის თავზე, მაგრამ დიდი გამოწვევა იყო იმისთვის, რომ ეს ეჩვენებინა სხვებისთვის. და საბოლოოდ რო გააკეთეს Civic პროგრამის გრაფიკულ დიზაინს ვასწავლიდი ამათ და რო გააკეთეს პროგრამების ჩამონათვალი, ერთ-ერთმა ჩაწერა მთლიანად მიუთითა რომ ძალიან მაგრად იცოდა. ნუ ამ დროს გავითვალისწინეთ რომ მაინც დამწყებები არიან, სადღაც 2-3 თვე იყო გასული, როცა უკვე ეს პროგრამები ქონდათ ნასწავლი და მეორე მიუთითა ძალიან დასაწყისი. თუმცა რეალურად პირიქით იყო. ის ბევრად წინ იყო, ვინც მუდმივად თავის თავზე მუშაობდა. არ მან ზოგადად ოღონდ ამას კონკრეტულ кейსად ვყვები. და აი მაგაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, მე რო შევხედე დამაფიქრა, იმიტომ რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ რასაც აკეთებ, გააზრებული გქონდეს შენ თავთან მიმართებაში, რომ სათხარ. და მართლა იცოდე, რომ ანუ არ ქონდეს ის მომენტი, რომ არ ვარ მზად და მასიურად აქვს ეგ პრობლემა, რომ ჯერ არ ვარ მზად, ჯერ ეს უნდა გავაკეთო, ჯერ კიდე ის უნდა ვისწავლო, რაღაცა ბევრი პროექტი გავაკეთო, მე თვითონ და მე ჩავერთო რეალურში და ასე შემდეგ. არა, დამწყები ხარ, ნორმალურია, რომ როგორც სტაჟიორი, როგორც ჯუნიორი ჩაერთო ისეთ პროექტში, სადაც გულწრფელად აღიარებ, რომ მე მაქვს мотиваცია, მაგრამ არ მაქვს გამოცდილება და ისწავლო. კეთების პროცესში, მაგრამ ის რომ ეგრევე ეცე დაიღო ესეთი პასუხისმგებლობა, რისთვისაც მართლა არ ხარ მზად, ეგ ცოტას არის ყვა, ვიღაცებს გამოსდით, მაგრამ ვიღაცა პირიქით რეპუტაციულად იზიანებს თავს, რომ იღებს ესეთ პასუხისმგებლობებს, რისთვისაც მზად არ არის ხოლმე და ზოგჯერ ცოტა ტყუილს ემსგავსება, ანუ საკუთარი თავის წარმოჩენა არ უნდა გადადიოდეს სხვების მოტყუება შენ შეცდომაში, შეყვანაში, თუმცა პირველ რიგში საკუთარი თავის. და ესეც მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლო
possible შენი პროგრესის გაზმა. რეალურად უფრო ხშირი პრობლემა ის არის, რომ დაბალი თვითშეფასება აქვთ ხოლმე და ეშინიათ დაწყება, მაგრამ მეორე სიტუაციასაც ხშირად ხვდებით და რეალურად მივყავართ ბაზრის პრობლემებამდე, სადაც ძალიან განსხვავებული არის ძალიან რთულია კადრის მოძებნა მაგალითად, რომელიც რეალურად გააკეთებს იმას, რაზეც შეთანხმდებით და რაზეც ისაუბრებთ, მართლა ეგეთი იქნება, თქვათ რა. ეგ კიდე ცალკე პრობლემა, მოდი შემდეგი ვნახოთ და ისე მივუბრუნდეთ ამ თემებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში კიდევ ბევრ ადამიანს ნახავ, რომელსაც შენი წყალობით რაღაც ნაბიჯები გადაუდგამს. კი, ჩემ გუნდშიც არიან ბევრი ესეთი ადამიანი, ვისთანაც დღემდე ერთად ვმუშაობ, ერთად ვაკეთებთ პროექტებს და სულ მქონდა ეგ მომენტი, ყოველთვის როცა ჯერ კიდე სტუდენტებიც რო იყვნენ. შენივე მოსწავლეებიან, ხო? სტუდენტები, კი. როცა ჯერ კიდე ჩემი სტუდენტები იყვნენ, თუ რაღაც ისეთი პროექტი მქონდა, რომ ხედავდი, რომ რომელიმე ჩაერთვებოდა, ეგრევე ვრთავდი და ვაძლევდი შანსს, რომ გამოევლინა თავის თავი ხოლმე და ძალიან საინტერესოა, ესე დროის ნაკადს რომ დავუბრუნდეთ, რომ ვიღაცას ბევრი დრო სჭირდება, ვიღაცას ცოტა და ეგეთი გამოცდილებაც მქონდა, რომ მყავდა სტუდენტი, რომელმაც ძალიან სწრაფად ისწავლა ყველაფერი. აი ძალიან, რასაც ვასწავლიდი, მიდიოდა და სახლში იჯდა, არ ესერჩებდა კიდე დამატებით ინფორმაციას ეძიებდა, პრაქტიკაში იყენებდა ეგრევე და ესეც ერთწლიანი პროგრამა იყო, რომ გავიხსენო და ორ თვეში უკვე აი ყველაფერი იცოდა, რაც დაგეგმილი იყო მერე, რომ გვესწავლა და რა თქმა უნდა იმ ადამიანს მერე ინდივიდუალურად ვუდგებოდი, ვცდილობდი რომ მეტი მიმეცა, რაღაც განსხვავებული мотиваცია მიმეცა, რომ რაღაცა მოსაწყენი არ გამხდარიყო და სწრაფად განვითარებულიყო და აი ჯერ კიდე სტუდენტი იყო, რომ მართლა ერთ პროექტში ვიყავით ხოლმე ჩართული, ერთად ვმუშაობდით და ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია იყო ეს მომენტი და იგივე მოკლევადიან პროექტში მქონია, რომ აი საერთოდ შეხება რო არ ქონია ადამიანს და პირველივე უბრალოდ პროგრამა რო გახსნა და დაიწყო, ისეთი საინტერესო ვიზუალი გადმოიტანა, რომ გაუგნებული ვიყავი, რაღაც მომენტში არ მჯეროდა, რომ მართლა პირველად დაჯდა ეს ადამიანი და ისე გააკეთა, ამიტომ ძალიან ინდივიდუალური არის და მოითხოვს თვითდაკვირვებასაც და ამ დროს შემოდის მენტორის როლი. აი ისიც ის არის დღეს, რომ მაგალითად არ გვინდა უნივერსიტეტი, არ გვინდა კურსი, შენ შეგიძლია ისწავლო, ეგეც არ ვიცი, შეიძლება რაღაც სტერეოტიპული ის იყოს, რომ მაგთებთან დაკავშირებითაც. თუმცა რა მომენტია, იცი? თვლიან რომ ის ჩემითაც ვისწავლი, მაგრამ მან დაქვს ზუსტად მენტორის მნიშვნელობა, როცა არჩევ კურსს და იწყებ, უნდა გაითვალისწინო ვინ გასწავლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროზე დაინახოს იმ მენტორმა, სად გჭირდება დახმარება, სად გაქვს სისუსტე, რომ სწრაფად წაიყვანო და მართლა ორ თვეში გქონდეს ის შედეგი, რაც მაგალითად დამოუკიდებლად შეიძლება 1 წელი გაგრძელდეს. კი ბატონო. შემდეგი სტერეოტიპი. საინტერესო საუბარი გველოდება უკვე. კი. გრძნობ დიზაინზე ამოვიდა ეს, დიზაინერი რომ გახდე, ხატვა უნდა იცოდეო. შენი პირველი, ასე ვთქვათ, პროფესია ზუსტად გრაფიკული დიზაინი იყო, ხო? როცა ციფრულ პროფესიებში შემოაბიჯა და ბევრწლიანი გამოცდილება გაქვს და ძალიან მაგარი დიზაინერი ხარ ჩემი. მადლობა. მაშინ ციფრულ პროფესიებს არ ვეძახით, მაშინ ძალიან მიჭირდა, რომ გამეგებინა ჩემი თანატოლებისთვისაც კი, რას ვაკეთებდი. რომელი წლიდან დაიწყე? 2011 იყო სავარაუდოდ. 10-11 დაახლოებით სტუდენტი ვიყავი და ისეთი საქმე მინდოდა, რომ სწავლასთან შემეთავსებინა და ძალიან ცალკე თემა და ისტორია ახლა არ დავიწყებ ამ დეტალების გახსენებას, მაგრამ ზუსტად ბევრი დრო დავხარჯე რომ ესწავლა, მე თვითონ, იმიტომ რომ მაშინ არ არსებობდა ესე კურსები, ინგლისურიც კი არ ვიცოდი კარგად. ამ ძიების პროცესში ვისწავლე, ქართულად ვერაფერს ვერ ნახავდი და ძიების პროცესში ვისწავლე ინგლისურიც, ასე ვთქვათ, რომ გამეგო რას სწავლობდი ხოლმე და დიდი დრო და ენერგია დამეხარჯა ამ ყველაფერზე, თუმცა დღეს უკვე ძალიან ბევრი კარგი დიზაინერი გვყავს და მართლა ძალიან საამაყოა, რომ საქართველოში გვყავს ძალიან მაგარი სპეციალისტები ამ ციფრული მიმართულებებით, ყველა მიმართულებით, ტოპ სპეციალისტები, რომლებიც, არ ვიცი, თუნდაც აქედანვე მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ძალიან დიდ კომპანიებში მუშაობენ და ძალიან სასწაულ რაღაცებს ქმნიან ხოლმე და ბაზარზე სულ უფრო კარგი ვიზუალები გვხვდება. და კრეატიული მიმართულება ხომ ძალიან რაღაც ისეთი პოპულარული და ძალიან მომწონს, რომ
ერთი შეხვედრით ცოტა აკადემიურ სტილში უცბად რაღაცები შემოდის ეს ელემენტები და ძალიან მართობს მოკლედ ვიზუალი. ხო და ხატავდი თუ ხატავდი, მაგრამ მხატვარი არ ყოფილი ვარ არას დროს, ჩემთვის ვიყო. კი, თუმცა თუ გეტყვით რატო გავხდი? ამის პასუხი არის ალბათ ის, რომ რატო გავხდი კარგი დიზაინერი და რატო გავხდი წარმატებული დიზაინერი თავის დროზე, იმიტომ რომ მხოლოდ ხატვაზე არ ვეყრდნობოდი. ჩემთვის არ იყო დიზაინი და მე აღმოაჩინე რომ მართლა ეგრე ყოფილა. ხო იცი რომ სწავლობ რაღაცას და მე იგებ მეტ რამეს, რომ რეალურად დიზაინის მიზანი, დიზაინერის მიზანი არის, რომ შექმნას ვიზუალი, რომელიც ბიზნეს მიზანს გადმოსცემს ზუსტად. ანუ შეიძლება იყოს ეს, არ ვიცი, ცნობიერების სასამაღლებელი, გაყიდვაზე ორიენტირებული პოსტი, მაგრამ შენი დიზაინით უნდა მიაღებინო ადამიანს გადაწყვეტილება. ანუ წარმოიდგინე, დაგეგმე, გაჩნდა რაღაცა მიზანი, რომ რა გავაკეთოთ. მერე ეს დაგეგმე ამისი კომუნიკაცია, ხო? იფიქრეს, არ ვიცი, მთელმა გუნდმა ჩართულები იყვნენ, დაიწერა კოპი, რაღაცა დაიგეგმა მთლიანად დროში განაწილდა რა უნდა გაკეთდეს და შენ ვიზუალურად, შენი მიზანი რა არის, რომ გააჩერო ადამიანი პირველ რიგში რომ მიიქციო ყურადღება, რომ დაინახოს, შემდეგ დაინტერესდეს და უფრო სიღრმეებში წავიდეს, წაიკითხოს რა წერია, გადავიდეს ლინკი თუ არის, დარეგისტრირდეს თუ რაღაცა ისეთი არის, უყუროს მერე შემდეგ რაღაც დიდ ვიდეოზე თუ გადაყავხარ. ანუ რაც უნდა გააკეთოს შემდეგ მოქმედება, უნდა გააჩერო და გააკეთებინო, ასე ვთქვა და დაამახსოვრო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. და მით უმეტეს ბევრი სხვა დეტალი შემოდის, კიდე აქ ხვდები, რომ აი თუნდაც ბრენდის კონტექსტში რო ვთქვათ, როგორ გამოიყენებ ფერებს, როგორ ააგებს სხვადასხვა დიზაინს, ისე რომ ერთმთლიანობას ქმნიდეს და რაღაცა პოსტი რო შეგხვდება, უკვე იცოდე, რომ აი კი ნამდვილად ეს იმ ბრენდის არის, ისე რომ არ გჭირდებოდეს ლოგოს მოძებნა, ან პეიჯის აღწერის წაკითხვა, ვისი არის და ერთმთლიანობას უნდა ქმნიდეს საბოლოო ჯამში და ზუსტად მანთხარ, როცა ხატვა იცი რა თქმა უნდა, ეს არის ბენეფიტი, გემატება რაღაც დამატებითი შესაძლებლობები, თუმცა რეალურად როგორ უნდა იფიქრო, იცი რა, როგორ გამოვხატავ ვიზუალში იმას, რომ მე ადამიანის ის მოქმედება გავაკეთებინო, იმ შედეგამდე მივიყვანო, რაც მქონდა ჩაფიქრებული. და ეს მოითხოვს თუნდაც ფერების ფსიქოლოგიის ცოდნას, ფორმების ფსიქოლოგიის ცოდნას, ცოტათი ალბათ ნეირომარკეტინგში გარკვევას, არ ვიცი, მე რომ ვიჯექი და რაღაცა ნეირობიოლოგიის წიგნებსაც ვკითხულობდი ხოლმე, რომ გამეგო როგორ ფუნქციონირებს და თუმცა უამრავი სტატია არსებობს, სადაც მარტივიანით წერია სხვადასხვა გამოსავალზე, როგორ შეიძლება რომ ამ შედეგს მიაღწიო და ძალიან საინტერესო მოგზაურობა. უამრავი ლიტერატურაც არსებობს. ქართულად არ ვიცი, მაგრამ ინგლისურად ძალიან ბევრი წიგნია, თუმცა დღეს ქართულადაც უკვე არის ბევრი რესურსი, თუნდაც სტატიები, ბლოგების საშუალებით, სადაც გამოცდილი ექსპერტები აზიარებენ ინფორმაციას, სადაც მიაგნებ და ისწავლი და გაეცნობი და მხოლოდ დიზაინერისთვის არა, ისეც ძალიან საინტერესოა ზოგადად ამ თემებში ჩართული ადამიანისთვის. ფიქრობ საინტერესო იქნება იმ გამოცდილების გაზიარება, რომ შენი აკადემიური განათლება საერთოდ სხვა მიმართულებით გაქვს. ხო, კულტურის კვლევების მიმართულებით სწავლობდი სამივე საფეხურზე და სხვათა შორის ანუ დოქტორანტი ხარ. კი. და ზუსტად ეგ იყო ალბათ ჩემი განმასხვავებელი და რაღაცებს სხვანაირად ვუყურებდი ხოლმე, იმიტომ რომ სწავლობდი მაგალითად, არ ვიცი, იდენტობის მიმართულებით, მეხსიერების მიმართულებით, სწავლობდი ცივილიზაციებს და ერთ-ერთი პირველი დრაივი რაც იყო რა ბიზნესზე გადმომეტანა მაგალითად, იყო ესეთი ტოიმს აქვს გამოწვევა პასუხის თეორია, იყო კულტურების ჭრილში, რომ კულტურა როგორ ხდება ცივილიზაცია და ეს რაღაცნაირად გონებაში გადმომეთარგმნა ბიზნესის კონტექსტში, რომ როგორ იზრდება ბიზნესი და როცა რაღაც გამოწვევა, როგორ იქცევი. ანუ ნელდები, ჩერდები, ნერვიულობ, ისტრესები, თუ ცდილობ, რომ იპოვო ისეთი გამოსავალი, რომელიც განვითარებაში დაგეხმარება. და ძალიან საინტერესო იყო ის ცოდნა, მოკლედ, რაც ამ მიმართულებით მივიღე, რომ მე უკვე ბიზნესში სხვანაირად მიფიქრა და მათ შორის, როცა საერთაშორისო პროექტებში ჩავერთე, რა კულტურიდან მოდის ის ადამიანი, ეგეც კი, ძალიან მეხმარება. თუნდაც ისიც რა დისტანციით უნდა იჯდე, რა მიმიკა გამოხატო, როგორ ილაპარაკო, როდის ამბობს კის, როდის ამბობს არას და რას გულისხმობს იმის მიღმა. არ ვიცი, ნუ ძალიან საინტერესო პროცესია მოკლედ. მოკლედ, კარგი გზა გაგივლია, მე კი ვიცოდი, მაგრამ რაღაცნაირად აი ამ ჭრილში შენ როგორც აი შენ ძირითადი პროფესია, თქვა რაც იყო, ეს როგორ ინტეგრირებული და როგორ გქონდა ინტეგრირებული ამ საქმიანობაში, ეს არასდროს არ მომისმენია და ხო ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. ხო, ალბათ ამ ლინკების მოძებნა ყველას შეუძლია ხო, თუ თქვა
იცვლი პროფესიას და რაღაც აი ციფრულ პროფესიაში შემოვიჯებ, მანამდელი ცოდნა რაღაცნაირად მოხერხებადი არის, რომ შეუთავსო რა. პირიქით მნიშვნელოვანიც არის თან ამოვიღებ. კი. სხვა სტერეოტიპებსაც ვილაპარაკოთ და პირიქით, იცი, მნიშვნელოვანი არის ძალიან, როცა სხვა განათლებაც გაქვს. და ბევრად გიადვილებს, იმიტომ რომ საშუალებას გაძლევს, რომ უფრო სიღრმეებში შეხვიდე, უფრო სხვანაირად წარმოაჩინო და მაგიტო ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მე მეუბნეოდნენ, რომ ვიწყებდი, ძალიან ბევრი რაღაც მაინტერესებდა და თუნდაც დიზაინში. დიზაინის ყველა მიმართულებაზე მიმუშავია, 3D-შიც, Motion-შიც და ასე შემდეგ, მაგრამ მეუბნეოდნენ, რომ ერთ რაღაცაზე ფოკუსირდი, რას მიედმოედები, მაგრამ ჩემთვის ეს იყო, რომ მაქსიმალურად ბევრი მესწავლა, ეგ мотиваცია მქონდა, გამეგო როგორ მუშაობს რაღაცეები, იმის იქით რა ხდება, იმის იქით რა ხდება და ესე მივედი საბოლოოდ სტრატეგიულ ნაწილამდე, ხო? და რაც უფრო ბევრი განსხვავებული ცოდნა გაქვს, რეალურად გეხმარება, რომ რასაც აკეთებ, უფრო ხარისხიანად აკეთო და იპოვო რეალურად რა არის, ხო, ის რაც ეხლა მეც მოგზაურობ მაგ პროფესიებში სხვადასხვა მიმართულებით და თან აი ზუსტად მაგაზე მეფიქრება, რომ კი ცოტა ვღელავ, რომ რაღაცა ერთი მიმართულებით არ ვდება ენერგიას და არ მივდივარ, მაგრამ თან ძალიან ძვირფასია ის ცოდნა, რაც თქვა იქ კოპირაიტინგის მიმართულებით, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, კონტენტის შექმნაზე მიმართული რაღაც აქტივობების შედეგად მიყალიბდება. რაღაცები ცოტა დიზაინშიც, ხო, იქ რაღაც კანვაში მუშაობა, რომ ვისწავლოთ, შეიძლება Photoshop-სა და Illustrator-ში ესე ვერ მუშაობ, მაგრამ რაღაც საბაზისო დონეზე რომ შემიძლია. ეხლა მაგალითად copywriting-ის კურსი, რომელიც ცოტა ხნის წინ დავასრულე, ძალიან მაგრად გამომადგა საბოლოო პროექტის წარდგენაში და ყველაზე კაი ვიზუალები მე მქონდა. იმიტომ რომ რაღაც საბაზისო ცოდნა გარკვეულწილად მქონდა ამასაც მიმართებით. ძალიან კარგია. ძალიან კარგი. აბა შემდეგი სტერეოტიპი რა გვაქვს? ფრილანსერობა ან დისტანციურად მუშაობა ნაკლებ მუშაობასთან ასოცირდებაო. და ხო, ძალიან კარგი იმაზე გადავედით. ხო, ფრილანსერი ვარ. თავიდან ფრილანსერი ისე გავხდი, არც ვთქვი, რომ ფრილანსერობა არსებობდა. მაგრამ ეგ იყო ჩემი мотиваცია, ანუ ვერ ჯდებოდი ამ 10-დან 6-მდე მუშაობა. სულ მაგვიანდებოდა სამსახურში ხოლმე. ზოგადად პუნქტუალური ვარ ალბათ, მაგრამ აი ეს სტანდარტულად 10-ზე მისვლა ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო ხოლმე და მაშინვე დავისახე მიზნად, რომ მე მუშავა ისე. მაგრამ რეალურად ახლა რო ვატარებ დისტანციურად ვინც მუშაობენ ეგ ადამიანები რეალურად სულ არიან საქმეზე ფოკუსირებული. არ გულისხმობ ახლა აი ეს რაც აქ წერია, უფრო იმ გამონაკლისებიდან მოდის, ვინც არა კეთილსინდისიერად უდგებიან თავის საქმეს. ხო ხვდები, რომ აი რაღაცა ცუდი ჟარგონი რა თქვა, საჭკაობენ, რომ ამბობენ რა, რომ მიდიან და მართლა რაღაცებს იტყუებიან, რომ ვითომ მუშაობენ, მაგრამ ესეთი ადამიანები ოფისშიც იგივეს აკეთებენ და სახლშიც. ეს უკვე ესეც ინდივიდუალურ თვისებებამდე დადის, მაგრამ რეალურად დისტანციურად რომ მუშაობ, მთლიანად ხარ საქმეზე ფოკუსირებული, აკეთებ იმას, რაც შენი გასაკეთებელია. რაღაცა ის გარემო გაქვს შექმნილი, საიდანაც კომფორტულად გრძნობ თავს რომ იმუშაო და ხშირად უფრო მეტს ასწრებ კიდეც, ვიდრე მაგალითად ოფისში ყოფნით, იმიტომ რომ ოფისში იქ თანამშრომელთან ერთად დალევყავას, იქ რაღაცა შეიძლება აქტივობა იყოს, ხო? მე მაგალითად ტენისის თამაში მიყვარდა ხოლმე ოფისში. ან რაღაცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ფოკუსირებულ მდგომარეობაში 8 საათი ძალიან დამანგრეველია და ის 8 წუთი გახვიდე ითამაშო, მოხვიდე ხასიათზე უფრო გავსებს мотиваციით, რომ მე რაღაცა ახალ ტასკზე ისე გადახვიდე და სახლში თითქოს თლიანად მაინც იმ ფოკუსირებულ რეჟიმში ხარ და ის სოციალური ნაწილი გაკლდება. ამიტომ არის რომ ბევრ ადამიანს მე თავიდან მაგალითად რადგან დისტანციურად მომწონდა, მეგონა რომ ყველა ესე იყო, მაგრამ მე დავაკვირდი რომ ბევრ ადამიანს პირიქით ურჩევნია ოფისში მივიდეს, კონდეს სოციალიზაციის შესაძლებლობა და უფრო ეხმარება იმაში, რომ კარგად იმუშაოს და როცა ფრილანსერი გავხდი საბოლოოდ, ანუ ნელა გავიარე ეს პროცესი, ვიღებდი ჯერ შეკვეთებს, დამატებით მუშაობდი სრულ განაკვეთზე, მე ნახევარ განაკვეთზე და პარალელურად ვაკეთებდი ხოლმე სხვადასხვა პროექტს და როცა ვნახე, რომ უფრო სტაბილური გახდა, იმიტომ რომ ეხლა დღეს ნაკლებ მუშაობასთან, მაგრამ ადრე უსაქმურობასთან ასოცირდებოდა, რომ ამბობდი ფრილანსერი ვიყავი, როდის უნდა დაიწყო მუშაობა, ამას მეკითხებოდნენ და ძალიან აი სტერეოტიპები შეიცვალა, ხო ხვდები ძველს და ახალს შორის და როცა საბოლოოდ გადავსახლდი ასე ვთქვათ, სახლში და დავიწყე ისე, რომ არ ვიყავი გასასვლელი, რომ მეგონა, რომ ძალიან მოტივირებული ვიქნებოდი, საშინაირი დემოტივაცია მქონდა. კი, აი სადღაც 2 კვირა დამჭირდა. ეხლა მიკვირს, რომ ვიხსენებ, მაგრამ იმაშინ მახსოვს, რომ ვიღვიძებდი ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მინდოდა და
ენერგია არ მქონდა რომ გამეკეთებინა, ან ვერ ვხვდებოდი როგორ გამეკეთებინა, რაღაცა გადადება მაშინ მქონდა რომ რაღაცა ვცდილობდი გადამედო, რაღაცა ფოთვა დამეწყო და მე დავაკეთე მაშინ გავიგე პირველად პროკრასტინაცია რო არსებობდა მაგალითად და მიუხედავად იმისა რომ ვთვლი რომ მანამდეც დროის მართვის ძალიან კაი უნარები მქონდა, აი მანდ მივხვდი რომ საერთოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ მე უკვე ახალი რეჟიმი უნდა ამეწყო, ახალი რუტინა, რომელიც მთლიანად ჩემ თავზე იქნებოდა მოწყობილი და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ესეთმა ცვლილებებმა არ უნდა შეგაშინოს, რა პირიქით უნდა იპოვო, სათხარ, კარგად და ფრილანსერობაშიც, დისტანციურად მუშაობაშიც კიდევ უფრო კრიტიკულია და ზოგადად ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორი დისციპლინა გქონდეს და ჩემი საყვარელი გამონათქვამია ხოლმე, რომ დისციპლინა საკუთარი თავის სიყვარულის უმაღლესი ფორმა არისო და მართლა ეგ არის, რომ როცა ვადარებ აი იმ ფოთვას, რაც ის 2 კვირის განმავლობაში სანამ დავლაგდი, მქონდა და ის დღევანდელი რეალობა, როცა ვიღვიძებ და ზუსტად ვიცი როგორ უნდა გავაკეთო და იმისთვისაც კი მზად ვარ, რომ თუ რაღაცის გაკეთება არ მინდა, როგორ გადავაწყო დრო ისე, რომ ეს ჩემთვის დამაზიანებელი და საქმისთვის დამაზიანებელი კი არა, პირიქით, უფრო мотиваციის ზრდის იყოს და ხო, ეგ არის, რომ აი ფრილანსერებისთვის დისციპლინა მგონია, რომ უფრო მეტი აქვთ ხოლმე ნამუშევარი ხშირ შემთხვევაში. ეხლა უკვე კომფორტულია ხო, როცა რაღაც სისტემა ჩამოყალიბე. კი, რა თქმა უნდა, ანუ ერთ დღეში როგორ მიიღოს შემოვნება ამისგან. კი, რა თქმა უნდა და თან რა არ ვიცი, ძალიან სწრაფად მუშაობ. ტრაბახას მეძახის ხოლმე ერთი ჩემი მეგობარი, მაგრამ რეალურად ეგ არის, ძალიან სწრაფად მუშაობ, არა იმიტომ რომ რაღაც სუპერ მაგარი ვარ, იმიტომ რომ სწორად ვიყენებ დროს, სწორად ვიყენებ ცოდნას და სწორად ვაკეთებ პრიორიტეტებს და აი ამ სამი რაღაცის ცოდნა არის მნიშვნელოვანი, რომ რა არის. ეგეც მქონდა, სულ მუშაობდი, ბევრს მუშაობდი და მე მაქვს ახლა ეს ეტაპი ცხოვრებაში და რაღაცნაირად არის გარკვეულწილად გამოწვევები და მახსოვს რომ შენ მითხარი რომ აი როცა დროის მენეჯმენტთან რაღაცნაირად მოგვარდები მე რაღაც სიამოვნებას მიიღებ და მე ნახე როგორ გესიამოვნება ყველაფერი და ხო აი წარმოგიდგენ რომ ამ პროცესში ვარ რომ უნდა დავლაგდე იმიტომ რომ რაღაც დისკომფორტები მაქვს და ასე შემდეგ რა. ანუ წარმოგიდგენე რომ და მგონია რომ შენც გაქვს ეგ ხარ ასაწყობი რომ სულ მოსწრებაზე ხარ. სულ ცდილობ რომ მოასწრო, აკეთო, ანუ აკეთებ, მაგრამ სია არ მცირდება, არ ილევა საკეთებელი და აი მან გავიაზრე რომ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა არის პრიორიტეტული, რა მოიტანს რეალურ ცვლილებას უკეთესობისკენ და რაში ხარჯავ დროს და მე აღმოჩნდება რომ ბევრ რაღაცას უბრალოდ არ უნდა ვაკეთებდეთ. არ არის საჭირო რომ ვაკეთებდეთ, მან კი შემოდის ზოგი დელეგირება, ზოგი უბრალოდ გაუქმება იმ კონკრეტული საკეთებლის, მაგრამ ხო ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტის ქონა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და მოდი შემდეგი სტერეოტიპი ამოვიღოთ და გავაგრძელოთ. ოკეი. მარკეტინგი მარტო კრეატივია. ხო, კი, ხშირად ესეც ასოცირდება ხოლმე, რომ არაფერს არ აკეთებენ მარკეტინგში და მარტო ამ კრეატივის მიმართაც მგონი რაღაცნაირი სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობს. ხო, აი არსებობს პროფესიები, რომლებიც არც კი აღიარებენ იმას, რაც საკეთებენ. თვლიან, რომ რა უნდა და უბრალოდ ზიან და რაღაცა სკროლავენ და იდეებს არჩევენ. კი, პრეზები მსმენია ხოლმე. თქოს რაღაც კი, მაგრამ რა ესეთი ანუ საქმე რომელიც არის მნიშვნელოვანი. თქოს ეს ისეთი ხალხია, რომელიც TikTok-ებს იღებს მარტო, ხო? არაფერს ისეთ ღირებულს არ აკეთებენ. აუცილებლად იურისტები უნდა ვიყოთ თუ რაღაც ექიმები. ხო, ну, ახლა სხვა ყველა პროფესიას თავისი ადგილი და მნიშვნელობა აქვს და ყველა პროფესიაზე არსებობს ესეთი სტერეოტიპები, რომელიც თითქოს დაკნინებას ცდილობს და არ ვიცი რატომღაც ძალიან ცდილობს ადამიანები რომ დავაკნინოთ სხვა პროფესიები და მარტო ჩვენი გვგონია საუკეთესო, მაგრამ რეალურად მარკეტინგი არის ძალიან კრიტიკული როლი ბიზნესში, იმიტომ რომ ძალიან ეხმარებათ რომ უფრო შემოსავლიანები გახდნენ კლინიკებს და იურისტებსაც უკარგი გამართული სოციალური გვერდები ექნებათ და ამ მიმართულებითაც იზრუნებენ, ბევრი კლიენტი ეყოლებათ ამ საქმეს მარკეტერები აკეთებენ. ხო, აკეთებენ ნამდვილად და ნახე მარკეტინგი გეხმარება იმაში, რომ შენი სათქმელი მიიტანოს სწორ აუდიტორიასთან. ხო? და მხოლოდ კრეატივში დაკარგვა, იმიტომ რომ ეგ არის რაც ჩანს, ხო? პირველ იგივე ის დიზაინები, ტექსტები, რასაც ხედავენ, ვიდეოები და კომუნიკაციის ნაწილი, რაც პირველად ხვდებით, მაგრამ მაგის უკან რეალურად ძალიან დიდი შრომა დგას და ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც
მე თვითონაც ვიტყოდი, რომ ვერ ჩავთვლი, რომ მარკეტერი კარგი მარკეტერია, თუ ანალიტიკა სწორად ვერ აკეთებს. და ანალიტიკა უკვე ჩათვალე, რომ ცარიელი Excel-ია ხშირად, ძალიან ისე რომ შევადაროთ, იმიტომ რომ როგორ იმუშავა იმ ყველაფერმა, რაც გააკეთე. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, შეიძლება ქმნიდე ძალიან ბევრ კონტენტს და ამასში მთელი გუნდის რესურსს ხარჯავდე, ხო? ანუ დღეს რო შექმნა მთლიან დაწარმოება, რა ხო, გჭირდება დიზაინერი, კოპირაიტერი, სოცმედია, კონტენტ კრეატორი, სცენარისტი, შეიძლება, ანუ 1000 ვიღაც შეიძლება გყავდეს ჩართული, რო შედეგი მიიღო, მაგრამ შენ მაინც არ გქონდეს არც ზრდა თუნდაც გაყიდვების ნაწილში, თუნდაც ცნობადობის ნაწილში, თუნდაც ბრენდის ნაწილში და რაღაცნაირად თითქოს სულ მუშაობს მთელი გუნდი, მაგრამ შედეგი არ დგება. ან ძალიან ისეთი შედეგი დგება, რომელიც უკეთესი შეიძლება იყოს. ყოველთვის რაც უნდა დასვას კითხვა მარკეტერმა არის, რა შეიძლება გავაკეთოთ უკეთესად? როგორ შეგვიძლია მივიღოთ უკეთესი შედეგი და რასაც ვაკეთებთ, საჭიროა რომ ვაკეთებდეთ? სწორად ვაკეთებთ? რისი შეცვლა მოგვიტანს უკეთეს შედეგს და რისი გაუმჯობესება? და აქ შემოდის ზუსტად მონაცემების ნაწილი, აქ შემოდის ზუსტად ანალიტიკის ნაწილი, რომ დააკვირდე როგორ იმუშავა იმ ყველაფერმა რაც გააკეთე, ითარგმნა თუ არა საბოლოოდ შედეგებში და რა შეიცვალა უკეთესებისკენ ბიზნესისთვის. და ეს მოიცავს აი ძალიან დიდ ფიქრს, ძალიან დიდ ანალიზს, რომ მიაგნო იმას, რაც საუკეთესოა შენი ბიზნესისთვის, რომ არ დაგაზიანოს ერთის მხრივ რეპუტაციულად, მეორეს მხრივ როგორც ბრენდი წარმოგაჩინოს, ისე რაც გქონდა შენ ჩაფიქრებული, რომ ვინ ხარ და როგორი კომპანია ხარ, ორგანიზაცია, ბიზნესი, რასაც არ უნდა აკეთებდე, სწორად მიდიოდეს ეს სათქმელი და ამიტომ ხო ძალიან დიდი შრომა დგას თვითონ ციფრების ნაწილთანაც და არა მხოლოდ არ ვიცი იმ შექმნასთან და იმ სახალისო ნაწილთან, რაც ხშირად გგონია ხოლმე, რომ არის მარკეტინგი. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ერთ-ერთი სტერეოტიპი, სადაც სტრატეგიებზე ვილაპარაკებთ, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის მარკეტერის და სტრატეგიის ურთიერთობა, ხო? მოდი შემდეგი სტერეოტიპი ამოვიღოთ. ხო, ეგ რო შეგხვდეს ლოგიკური გაგრძელებაც იქნება. არა, მოდი მაგას ამოვიღებ. აურიე. ხო, აი ეს არის სტრატეგიები უბრალოდ დოკუმენტია, რაც პრაქტიკაში არ გვადგებაო. და ამას უკან ჩავაგდებ, თვითონ არ ამომიღე. სტრატეგიები ისეთი დოკუმენტი არისო, რომელიც პრაქტიკაში არ გვადგებაო და ძალიან მტკივნეული თემაა ეს. იმიტომ რომ შენ როგორც სტრატეგი ხა ძალიან ბევრი მიმართულებით გაქვს ალბათ გამოცდილება, რომ ზუსტად არ უყურებენ სერიოზულად, მათ შორის ბიზნესები. კი, ნახე, როდესაც ბიზნესს არ აქვს სწორად განსაზღვრული მიზანი, როცა არ აქვს სტრატეგიული მიზნები დასახული და არ იცის საით მიდის, მერე მთელი ეს ზეწოლა მოდის თანამშრომლებზე. ზუსტად. აქედან დაიწყო ჩემი ცვლილებები პროფესიული კუთხით, იმიტომ რომ წარმოიდგინე, აკეთებ დიზაინს, სადაც არაფერი არ იცი. ანუ არ გაქვს საკმარისი მონაცემები, იცი რომ რაღაცა უნდა იყოს ვიზუალზე, მაგრამ რატო აკეთებ? რისთვის აკეთებ? რა შედეგზე უნდა გახვიდე? არ გაქვს ინფორმაცია ამ ყველაფრის. ან ვცდილობ გავუშვა რეკლამა და ხშირად მოდის ადვერტაიზერებზე. რეკლამას ვინც უშვებენ, იმაზე დიდი ზეწოლა, რომ გაყიდვები რატო არა გვაქვს? ესეც კარგი სტერეოტიპია მართლაც და რატო არ გვაქვს გაყიდვები, როცა ამდენ ფულს ხარჯავთ შეიძლება თქვა და იპრესავენ, რასაც ქვია, რომ ვერ მუშაობ კარგად ცვლიან მე ადვერტაიზერს და იგივე შედეგზე გადიხარ. მაგრამ იგივე აუდიტორიის ნაწილში, ხო, რას აკეთებს ადვერტაიზერი, არჩევს სწორ აუდიტორიას, რომ მიიტანოს შენი სათქმელი, მაგრამ ბიზნეს თუ არა აქვს ნაფიქრი, ვინ არის იდეალური მომხმარებელი შენთვის, ვისთვის აკეთებ ამ ყველაფერს, ძალიან რთულია, რომ ერთმა კონკრეტულმა როლმა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი და ხშირად სტრატეგიებს მართლა წერენ დიდ დოკუმენტებს, შემოდებენ თაროზე და მერე პრაქტიკაში სხვა რაღაცებს აკეთებენ, იმიტომ რომ შეიძლება რა ვიცი გუნდის წევრი შეიცვალოს, შეიძლება პრიორიტეტი შეიცვალოს. აი ესეც ხშირია ხოლმე პრიორიტეტების სწრაფი ცვლა. და ესეც ბუნებრივი პროცესია დღეს, ხო? რომ სწრაფი რეჟიმი არის და შეიძლება გქონდეს რაღაც გეგმა, რომ ამას უნდა მიყვე, მაგრამ რაღაცა მოხდეს, რაც მთლიანად გადაგრთავს. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია მოქნილობის მომენტი და მარკეტინგის გუნდსაც ეს უნდა გქონდეს, რომ ისე ადაპტირდე ცვლილებებთან, რომ ბრენდი არ დააზიანო და პირიქით სწორი გამოსავალი შესთავაზო ხოლმე ამ დროს და ზუსტად აქ შემოდის სტრატეგიის მნიშვნელობა და ნახე სტრატეგია გვაქვს ბევრი სახის.
ხო, არ არსებობს რომ რაღაცა ზოგადი სტრატეგია რომელიც ყველაფერს თავის სტრატეგია აქვს. იგივე სოციმედია რომ ამბობს რომ სტრატეგიას შემოგთავაზებ, რა თქმა უნდა არ გულისხმობს ბიზნესის სტრატეგიას, ის გულისხმობს ამ შემთხვევაში რას დავუპოსტავთ, როგორ დავუპოსტავთ, კონკრეტული ისინი შეიძლება იყოს, ხო? სტრატეგიები, იგივე ბაზარზე გასვლის სტრატეგია სხვა შეიძლება იყოს, პროდუქტის მარკეტინგის და პოზიციონირების სტრატეგია სხვა შეიძლება იყოს. მაგრამ როდესაც ყველაზე ზედა ლეველზე ვფიქრობ, სადაც მარკეტინგი შედის, ხო? და მარკეტინგს რაც სჭირდება, რომ სწორად ფუნქციონიროს, არის ზუსტად ის, რომ რა არის ბიზნესის მიზნები სწორად გქონდეს დაიდენტიფიცირებული და რას ელოდები მარკეტინგის გუნდისგან, რა შედეგი უნდა მიიღოს. გააზრებული გქონდეს ვინ არის მომხმარებელი. სამიზნე აუდიტორია გქონდეს დეტალურად ნაფიქრი და თუნდაც გქონდეს პერსონა შექმნილი, რომელიც იქნება როგორ გამოიყურება იდეალური მომხმარებელი. ასევე გათვლილი გქონდეს მომხმარებელი რა მოგზაურობას გადის, სად ხვდები პირველად, სად არწმუნებ და ასე შემდეგ. ასევე გქონდეს თუნდაც გაყიდვებისთვის და რეკლამისთვის გაყიდვების ძაბრი შემუშავებული, რომ როგორ ემუშავებით პირველად როცა გხვდება awareness საიდან იწყებ, რომ გაიგოს შენ შესახებ, როგორ გადიხარ რამდენიმე ეტაპს შემდეგ რომ საბოლოოდ გაყიდვაზე მოუწოდო და დაარწმუნო გაყიდვის ნაწილში და ეს ყველაფერი სათითაოდ არ უნდა აკეთონ გუნდის წევრებმა. ხო ხდება ანუ თავიდან იწყებ, თლიან სურათს ქმნი და შემდეგ ჩადიხარ უკვე და რაღაც ნაწილებში გჭირდება იგივე გუნდის წევრების ჩართულობა. ანუ ეს სტრატეგია არ ნიშნავს რომ განცალკევ და დისტანცირდე გუნდისგან შექმნა რაღაც დაწერო და უთხრა აჰა ეს აკეთეთ. პირიქით შეიძლება ამან გამოიწვიოს გუნდის პრობლემაც კი, იმიტომ რომ რაღაცა არ იყოს სწორად მორგებული კონკრეტულ დეპარტამენტს, ხო? ეს არის მუდმივი ჩართულობა გუნდთან, ის ვინც ყოველდღიურად აღასრულებს ამ ყველაფერს და მათთან ერთადაც ფიქრი იმაზე სად გვაქვს პრობლემა. ანუ ხო, რითი იწყება სტრატეგია აუდიტით, რომ განსაზღვრო რა პრობლემებია და რისი გაუმჯობესება გჭირდება. უკვე არსებული როცა არის გუნდი და როცა ნოლიდან იწყებ, ჩემი ყველაზე საყვარელია ნოლიდან შექმნა რაღაცეების. როცა ნოლიდან იწყებ, მან გაქვს ეფუძნება რაღაცები თავიდან აკეთო, მაგრამ არ უნდა იყოს ინტუიციური, ხო? რეალურად ყველა გადაწყვეტილება ხო მაინც მონაცემებს ეყრდნობა დღესდღეობით და მაგ შემთხვევაში თავიდან აკვირდები, ტესტავ, მუდმივი ტესტირება. აუცილებელია რომ დაინახო რეალურად რა ჯობია და რატო ჯობია არგუმენტი გქონდეს ამ ყველაფრისთვის. და სტრატეგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იცი რა გამოწვევას ვაწვდები ხოლმე და ესეც სტერეოტიპია, რომ სტრატეგიები დიდი კომპანიებისთვის არის. ხო, ეგ უნდა მეკითხე, ხო, მცირე ბიზნესებსაც რა სიტყვები აუცილებლად სჭირდებათ? მცირე ბიზნესს კიდევ უფრო მეტად სჭირდება. უბრალოდ ნახე აქ არის მასშტაბში განსხვავება. დიდ კომპანიაში შეიძლება ბევრად მეტი გამოწვევა იყოს, სხვადასხვა მიმართულებით ბევრად მეტი იყოს აფიქრი, მაგრამ პატარა ბიზნესში უფრო ავიწროვებ ხედვას და ცდილობ რომ სწორად დაიწყო. იმიტომ რომ როცა თავიდანვე სტრატეგიულად მიყვები, მერე უკვე მასშტაბირებაც აღარ გიჭირს, ზრდა აღარ გიჭირს, ხვდები? იმიტომ რომ ზრდისას კიდევ უფრო ბევრ პრობლემას აწყდებიან და როცა უკვე გაზრდილი ხარ და დიდი გუნდი ყავს, ბევრად უფრო რთულია რაღაცების შეცვლა, იმიტომ რომ უკვე რაღაცა ბიუროკრატიული ნაწილი შემოდის, რასაც ეჯახება უნდა დაშალო და ახლიდან აეწყო და ძალიან მტკივნეულია ეს ორგანიზაციულ დონეზეც და ინდივიდუალურ დონეზეც. და როცა პატარა ბიზნესი ხარ, მნიშვნელოვანია რომ განსაზღვრო იგივე მიზნები. რატო აკეთებ ამ ბიზნესს? რა გინდა რომ მიიღო? და კოლაბორაცია მჭიდრო ბიზნეს ოუნერის ამ შემთხვევაში სხვა გუნდის წევრთან ხშირად ბიზნესი მარტო აკეთებს ამ ყველაფერს და ძალიან დიდი გამოწვევაა როცა მცირე ბიზნესი ხარ ერთი ადამიანის ბიზნესი ხო ძალიან ბევრია ჩვენს დღევანდელ რეალობაში და მანდ კიდევ უფრო რთულია ხო რომ არ აკეთო ქაოტურად რაღაცები იყო თანმიმდევრული და ყველა შენი მოქმედება ზუსტად იმ მიზანს პასუხობდეს რაც გაქვს არ არის აუცილებელი რომ ბევრი აკეთო თავარია რომ აკეთო ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ ნაწილში და ზუსტად მცირე ბიზნესის შემთხვევაში რამდენიმე ნაბიჯს ვიტყვი და ფაქტურად შეჯამებაც გამოგვივა ამ ყველაფრისთან რომ პატარა ბიზნესის შემთხვევაში ვიწყებთ რა მინდა ხო პატარა ბიზნესის შემთხვევაში მიზნებიც იმდენი არ არის ანუ რა უნდა გააკეთო რომ იზრუნო შექმნა ბრენდი დაპოზიციონირდე ისე რომ გქონდეს გაყიდვები და კონტექსტ ცნობადობა. ერთმანეთზე არის ეს ორი მიბმული, იმიტომ რომ აი პირდაპირ გაყიდვებს თუ ჩააჭერ, შეიძლება საერთოდ ვერ გაყიდვა არ გქონდეს შედეგი. და ეგ არის გამოწვევა ზუსტად რომ მცირე ბიზნესები კიდევ უფრო პრეტენზიულები არიან, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მათ პირდაპირ უნდათ რომ გაეზარდოთ გაყიდვები. შესაბამისად თუ კი ვთქვათ გადაწყვეტე რომ კადრი დაიქირავონ, ჯერ ერთი ძალიან ბევრ ამას თხოვენ ამ ადამიანს და
ამავე დროს რაღაცნაირად მათი უკმაყოფილების ხარისხი უფრო მაღალიც არის, იმიტომ რომ დიდმა ბიზნესმა მეტნაკლებად ეგ გაიაზრა, რაღაცა გუნდი ყავს, ამუშავებს და გაიარა ეგ გზა და მცირე ბიზნესი პირდაპირ არის კონცენტრირებული, რომ აუცილებლად კლიენტები გაეზარდოს და ძალიან ეძნელება იმის გააზრება, რომ აი ამასთან არის კავშირში მისი ცნობადობა. კი, კი. ხო, ძალიან უნდა გავაკეთოთ, ვთქვათ, ამ ცნობადობის გასაზრდელად, ცოტა აღარ უყვართ ხოლმე წამოყოლა მაგ აქტივობებზე და თუნდაც მაგაში რესურსის ჩადება რა. კი. ხო, ძალიან მტკივნეული მომენტია და ეგ არის როცა პირველად მარკეტინგში გადავედი, ხო? რეკლამას რო უშვებდით, სასწაული შედეგები გქონდა. ძალიან სწრაფად იყიდებოდა რაღაცეები, ძალიან მარტივად გამოდიოდა რაღაცეები, იმიტომ რომ ახალი იყო, კონკურენცია არ იყო იმხელა. ნუ საქართველოს ბაზარზე ვიძახი ამ შემთხვევაში, ქართულ რეალობაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში მაინც განსხვავდება, ხო? და ძალიან სწრაფად გქონდა შედეგები, იმიტომ რომ არ იყო იმხელა კონკურენცია. ბევრი კონკურენტი ბიზნესი საერთოდ არ იყო ინტერნეტ სივრცეში. არ ქონდათ არც სოციალური ქსელები, არც რეკლამა, არც რაღაც შეიძლება შაბლონური საიტი ქონდათ აწყობილი, რომელიც უბრალოდ არსებობდა და ვერაფერში ვერ იყენებდნენ და დღეს ძალიან დიდი კონკურენციაა. ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერ ბიზნესში ძალიან ბევრი კონკურენტი არსებობს. და ამიტომ შენ რო რაღაცას ქმნი და უშვებ და გგონია რომ ბევრს ხარჯავ ამის რეკლამირებისთვის, შეიძლება უბრალოდ კონკურენციაში ვერც კი შევიდეს სხვის რეკლამასთან და ვერც კი ნახოს საკმარისმა ადამიანმა. ამიტომ აქ განსაკუთრებით კრიტიკულია ხო ხდები, რომ იცოდე თუნდაც ვინ არის შენი პოტენციური მომხმარებელი და ვის უნდა მიწვდე, რომ გამორიცხო ზედმეტი დანახარჯი ამ შემთხვევაში და ადვილად გახვიდე ამ ადამიანებთან. ასევე მნიშვნელოვანია გაიაზრო როგორ აღწევ ამ მიზანს. თუნდაც გაყიდვების ნაწილს რომ მოვუბრუნდეთ, ხო? პირდაპირ გაყიდვას თუ ჩაჭერ, არაფერს არ მოგიტანს, იმიტომ რომ აქ უნდა იცოდე მომხმარებლის ფსიქოლოგიაც, თუნდაც როგორ იღებს გადაწყვეტილებას, რაზე დაყრდნობით იღებს და მე როცა შენი კონკურენტი იმხელა კომფორტს მთავაზობს, იმხელა რესურსებს მაწვდის, თუნდაც მიზიარებს საინტერესო ინფორმაციებს და მე იმ ორგანიზაციის უკვე ერთგული ვარ, იმიტომ რომ იმან იმუშავა ჩემზე, რომ მე კომფორტულად მეგრძნო თავი და მქონოდა ამ სფეროზე წარმოდგენა და გამიმარტივა გადაწყვეტილების მიღება, რატომ დავიყიდო შენგან, რომელიც უბრალოდ მეუბნები იყიდე და შენი ყველა პოსტი ამის შესახებ არის, ხო? ელემენტარულ Facebook-ის პოსტებამდე რომ დავიდეთ და აი მან შემოდის ზუსტად მესამე მიზანი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი არის ხოლმე ყველა ბრენდზე მუშაობისას, ნდობის ჩამოყალიბება. ანუ ერთია გიცნობდნენ, ერთია ყიდულობდნენ, მაგრამ კიდე სხვა მოტივი არის, რომ გენდობოდეს მომხმარებელი და იმიტომ იღებდეს გადაწყვეტილებას, რომ შენ მისთვის სანდო ხარ და შენ გაქვს ის იმიჯის რეპუტაცია, ხარ ის ბრენდი, ვისთანაც უნდა რომ კავშირში იყოს. და ზუსტად ეს არის, ხო, როდესაც მუშაობთ ბრენდის მშენებლობაზე, ან ორი მიმართულება არის, ჩავთვალოთ, ხო? ბრენდის მარკეტინგი და პროდუქტის მარკეტინგი შეიძლება განვასხვაოთ. პროდუქტის მარკეტინგი შეიძლება უფრო გაყიდვებზე იყოს ფოკუსირებული, მაგრამ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ბრენდზე ვმუშაობთ, ეს ნიშნავს, რომ მე ვქმნი იმ პერსონალიტის იმ პიროვნებას ჩემი ბიზნესისთვის, რომელიც გახდება მომხმარებლისთვის, ან მეგობარი, ან უფროსი მასწავლებელი, ან უფროსი მეგობარი, ან არ ვიცი, შემომიყვანს ისეთ ურთიერთობაში, რომ გამხდის ახლობელს. და დამეხმარება რომ მივიღო გადაწყვეტილება და ზუსტად ამის პოვნა მნიშვნელოვანი. ხშირად როცა ვამბობთ რომ იპოვე უნიკალურობა, ცდილობენ რომ რაღაც ისეთი განმასხვავებელი იპოვონ, რომ არავის არ გავდე. არ არის ეგ მნიშვნელოვანი, რომ საერთოდ არავის არ გავდე. მნიშვნელოვანია იყო ის, ვინც ხარ, იცოდე რა არ ხარ, რას არ აკეთებ და იცოდე რას აკეთებ იმისთვის, რომ ჩამოაყალიბო შენი ბრენდის იდენტობა. როგორც ინდივიდებს გვაქვს ჩვენი იდენტობა, რომ ვიცით ესეთი ადამიანები ვართ. ანალოგიურად ყველა ბიზნესს აქვს ეს იდენტობა და ძალიან ისეთი ცნობილი ცოტა გაცვეთილი ფრაზაც არის, რომ ბრენდი არის ის, რასაც შენზე ამბობენ, როცა ოთახში არ ხარ. და ზუსტად ეგ არის სარისკო, რომ ააშენო ის ბრენდი, რომ ილაპარაკონ ის რაც გინდა. მიიყვანო იქამდე და არა ნუ რაღაც უარყოფითები, ხო? თუნდაც და ზუსტად აქ შემოდის სტრატეგიული ნაწილი, რომ თავიდანვე გქონდეს ნაფიქრი, რას აკეთებ, რატომ აკეთებ და ვისთვის აკეთებ. და ყველა ბრენდის უკან კიდე ადამიანები დგანან და ზუსტად იმ ადამიანებზე გადის ბევრი რამ, ვინც ქმნის ამ ბიზნესს. ამიტომ ხო, მithumetes პატარა ბიზნესში მხელა ენერგიას დებ, სიყვარულს დებ, ზრუნვას, გამოცდილებას დებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ბიზნესი იყოს ჩართული ამ პროცესში, რასაც ქვია
ბრენდის წარმოჩენა, პროდუქტის წარმოჩენა და გატანა უკვე შენ საზმიზნე აუდიტორიასთან. აუ ისეთ კარგ მომენტში ვართ, რომ მგონია რომ ძალიან ლოგიკური იქნება რომ დავასრულოთ. იმიტომ რომ ეხლა რაც დაგვრჩა, ჯობდა მანამდე შევხვედროდა რა. კი, მაგიტო ჩავდე უკან. ძალიან კაი. კი. და შეგვიძლია რომ დავასრულოთ, იმიტომ რომ ჯამში რაღაც 40 წუთზე მეტი ვისაუბრეთ და მგონია რომ აბსოლუტურად საკმარისია. კი. და ძალიან საინტერესო 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 საუბრისთვის, ჩემთვის ადამიანისთვის, რომელიც ამ პროფესიებში არის და კიდევ რაღაც გზის გაყოლვას ცდილობს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენაირი ადამიანის მოსმენა, გამოცდილის, პროფესიონალის მოსმენა, განსაკუთრებით სტრატეგიებზე, იმიტომ რომ რაც დრო გადის, მეც მეფიქრება ამ მხრივ, რომ რაღაც ჩემი გზა შეიძლება საბოლოოდ მაინც წავიდეს აქეთკენ. კი, კი. ძალიან დიდი მადლობა შენი დროის დათმობისთვის, გისურვებ წარმატებას, ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრ ბიზნესს დაეხმარები გაზრდაში, განვითარებაში, იმიტომ რომ ეს გულითადი დამოკიდებულება გაქვს და ძალიან კარგად გრძნობ აი გაჯეტის მიღმა ვინდგას რაღაცნაირად აი რაღაცნაირად პულსზე გიჭირავს ხელი რა მე მიგრძნია და თვითონ პერსონალურადაც ძალიან მომწოხარ. გისურვებ წარმატებას, ჩვენ კიდევ შემოგთავაზებთ საინტერესო თემებს, გავრცელებულ სტერეოტიპებს და რაღაც სასარგებლოს გავაკეთებთ თქვენთვის. ნახვამდის, აბა ჰე. მადლობა, ნახვამდის.